დონალდ ტრამპი ალასკაზე ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შემდეგ კი თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვა ევროპელ ლიდერებს უმასპინძლა. შეხვედრების პარალელურად გავრცელებული 10 ყალბი ამბავი მითების დეტექტორმა გადაამოწმა. გადავამოწმეთ манипуლაციურად გავრცელებული 3 ვიდეო. მათ შორის ეს ვიდეო თითქოს ალასკაში ტრამპი პუტინს სამხედრო სამით მიეგება манипуლაციურია. სრული ვიდეოს ნახვის შემდეგ ირკვევა, რომ დონალდ ტრამპი არა ვლადიმერ პუტინს, არამედ ადგილზე მყოფ სამხედროებს ესალმება. სიმართლეს არც სიმფსონების ეს წინასწარმეტყველება შეესაბამება. გავრცელებული კადრების ნაწილი ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი, ნაწილი კი პროგრამულად არის დამუშავებული. ასევე გამოვავლინეთ 4 ფოტოფაბრიკაციაც. მაგალითად, ეს ვირუსულად გავრცელებული ფოტო, რომელზეც ევროპელი ლიდერები ტრამპს კართან ელოდებიან, ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული. ფოტოს შექმნისას AI-ის გამოყენებაზე რამდენიმე ტექნიკური ხარვეზი მიანიშნებს. ფაბრიკაციის მიზანი კი დასავლელი ლიდერების დისკრედიტაციაა. უკრაინის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ეს რედაქტირებული ფოტო ვრცელდებოდა. ფოტოს ორიგინალი 2020 წლის 28 მაისს პრეზიდენტის პრესკონფერენციაზეა გადაღებული და მასზე ტრამპს ხელში არა უკრაინის რუკა, არამედ გაზეთი New York Post-ი უჭირავს. და ბოლოს 3 გაყალბებული ციტატაც ამოვიცანით. მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზნით გამოიგონეს ციტატა. თითქოს ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა. კიდევ ერთი ყალბი ციტატა ამჯერად კაია კალასის სახელით გავრცელდა. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად კალასმა განაცხადა, რომ თუ ზელენსკი არ წავა ალასკაზე, ჩვენც არ წავალ. ეს ულტიმატუმია. კაია კალასი ნამდვილად გამოეხმაურა ტრამპისა და პუტინის შეხვედრას ალასკაზე. თუმცა მისი განცხადებების შინაარსი განსხვავდება გავრცელებული ციტატისგან.